ამხელა ქალი რაღაც გაგაგიჟა ქალო. ამხელა ქალი რამ გააგიჟა, ამხელა ქალი. არ გიხდება შენ. თოვლი გიხდება, ჩემო შაო პრინცესა. მოდი აქ. მოდი უნდა გადაგაწყვიტკნ. ეს ნახეთ. გოგო დასელდები, გოგო. შენ რა გითხარი დასელდები მეთქი, ჰა? შენ რა გითხარი, გოგო ლალამაზი ხარ, გოგო. გოგო ლალამაზი ხარ. აბა მოდი. ფიშო. გოგო. არ გესის, მოდი. მოდი ამოდი აქ, მოდი. მოდი ჩემთან. ფიშო. მოდი. მოდი. აქ. ჩკარა. მოდი გოგო. სადახარ ჩემი გოგო, სადახარ? უკიდან მოდი ხარ? დილავ შვიდობის ხალხნებო. სად არის დებილი ვეღარ ამოდის. დილავ შვიდობის აი ამ თოლში მოგესალმებით ხალხნო. მოდი გოგო სადახარ? გოგო სადახარ? ქალო რა სადამ კიდი ხარ? მოდი აქ. ვინმე ჩემი ლამაზი. ჩემი პრინცესა. დილავ შვიდობის ხალხნებო, აი ამ გარემოში მოგესალმებით მე და ჩემი ქალები გასიქალ კულტური. ნახეთ. დღეს 2 მარტია. გაზაფხულია ძალიან გვიხარია. ცა გაიხსნა, ეხა მალე მზეც გამოვა, იმედია ყოველ შემთხვევაში ეს როგორ მეფერება უყურეთ რა ეს. ვაიმე ჩემი მოლა. დაიცა. კარგი ნუ მიკრუტუნე პურებში. მაგრამ ჩვენ მაინც გვიხარია რომ მარტია მიუხედავთ იმისა რომ თოვლი კაცო მიუხედავთ იმისა თოვლი გვაქვს დაახლოებით 30 სანტიმეტრზე. აი ესე გავიყვანეთ გვირაბები და დავდივართ. ეხლა ყავა მინდა დავლიო. ან რა მეკატება ჯერ, მაგრამ ჩადი ხალო. ოპას. ან რა მეკატება ჯერ. აი აბეჭი რა გაკეთეთ. ეს უნდა ცოტა მოვხვეტო რომ ის პატარა ქათმები გამოუშვა. ნუ გამოდი ხარ კარგი. ხო და მაგისტვის მინდა ლაფატკა ალბათ ხო, სხვა რა. თორე უკვე 9, აი არ ვიცი 9 ჯერ დაიყვირეს, იმად გათენდა ქალოა და იქიო, მაგრამ როგორ უთხრა რომ გათენდა მეთქი ეს თიამინდია. არა ტუპი. გამარჯობათ ბავშვებო. თქვენს გამოსაშვებად ვარ შემოსული, მაგრამ ჯერ თოვლი უნდა გავხვეტოთ. რა ხდება ტუპი? საჭმელი თოვლით აგ დაფარული? მოგხედავ. მოკლედ. რა გაჩხუბებთ თქვენ? ამხელა ქალები ხარ. ხა უყოლე. ყავა მინდა, მაგრამ ჯერ ქათმებს გამოუშვებ და ძაღლებს ვაჭმევ და გემრიელად დავლი, იმიტომ რომ რა ვიცი ხოლმე მაგათი გასაკეთებელია. ეგ რაღაცეები ხოლმე ფათაფუთით სვავ და გემოს ვერ ვატან.
უი. გამოუშვები ბავშვები. დანარჩენს ცოტა მიადნობს, რა ვიცი, წეღან გითხარით, ღრუბელი გაიხსნა მეთქი და ისევ არა. და ფიფქებით ცივა ხალხმა და მე მგონი ისევ თოვას დაიწყებს. ამათ ხუხარიათ თოვლი, არ ვიცი, ისე მაგრა თამაშობენ, მაგრამ ეს ცალკე თემა არის. უბედნიერესია. რა გიხარია, ქალო 95 მეტრის ახლა. ხო. ყავა მინდა, დანარჩენი ყველაფერი მოიცდის. ყავა უნდა დავლიო. რა გუშინ. გვიანი არ იყოს მათ შორის, რა ვიცი, 12-ისკე იყო რომ წავიდნენ. და აქ ნახეთ რა ხდება. ჭურჭელითი დავაისავ, ქენი რაც უნდა დავრეც, ხო რაღაცა ნაწილი დავრეც. ეს ხა დამჩა და ეს უნდა ავალაგო და დავაბინაო. მოგეთ ეს ოთახი მაგ დასალაგებელი რა, ამიტომ ჯერ ყავა გვინდა. გუშინ აი ამ თევზის თავი შევჭამ. ხახვი. ყავას დავლევ. გავიკეთებ ივანეს ნაუშნიკებს, ჯიბეს ჩავიებ ტელეფონს, თან მუსიკებს მოусმენ და თან აქავრობას მივაბინავებ და მივალაგებ. მე ის მეორე ხელზე რო ფრჩხილებმა გასაკეთებელი იმას გავიკეთებ. მე უნდა ტანსაცმელი ვნახო რა, ჩავიცმევ საღამოზე და ზოგადად ტანსაცმელი მაქვს ქვეყანა დასაკეთე. ამიტომ ყველაფერი მოიცდის. ეს მაშინ ჩამოთოვა დილას თორე. ვირისი წავიდნენ. მამაოს მანქანი თალბათ. თორე აი ესე ქუდივით ფარა დიდად. ჰალავლით ყავა. აგემზე გამოვიდა. ვერ ვაი მე აქაც დასალაგებელი, მაგუშინ აქ რამდენი ადამიანი ფეხით შებოვიდა. ფეხებით. ხოდა აქაც დასალაგებელი მაქვს. მოკლედ ზოგადად ხოლმე სადღაცას რომ მივდივარ, ის დღე მაქვს ხოლმე გადარბენის და ქაოსის და რაღაცის და ბოლო მომენტში ვისმო ხოლმე ან მანიკურს, ან რაღაცა თმის ამბებს, რაღაცა ბოლოში ვაკეთებ ხოლმე. ესე იგი ერთი თმის რეზინა მაქვს, რომელსაც სულ კარგავ. გუშინ ვიპოვე, გუშინვე დავკარგე, არ ვიცი, თან შავია სადვდებ, აზზე არ ვარ. ნახოთ. ესე ყოფა. ცოტა შევამატებ და გუშინ ძილის წინ შევატყე რომ ყელი მткиო და რაღაცა უცნაურად და მეთქი ხო ვერა მაქვს საქმე კარგად ნეტად ხრა და ესა წამლებში ვიპოვე ტერაფლუ ადრეს მას შორის დავდი ერთხელა მაქვს დალეული და კარგად მოვაჯანიანა და ეს ნახე გატეხილი მივფუტკრეთ მე შეიძლება მუშაობს. ავარი ამის ის კიდე ეგა. ხო და ვიპოვე ტერაფლუ. გავაკეთე ჩაი და ისე გიბრიელად დავლიე. აუ ეხლა ეს მოუშვა ბარბარით გავუცივდება. სანამ ხდება გადავიულებ ხელებს. დავლიე და იმართე მაგრად მიშველა რაღაცნაირად აი ეს ადგილი მткиო და ეხლა აღარ მткиო. ეხლა ეს მივაყოლ ტერაფლუს. და აი მე ჩამოვალ გულიანად მოვალაგებ. და წესასრუტი ჩავთავთ რა მაგარია. ძალიან მაგარია წესასრუტი. ყველაზე ძალიან კიდე რა გამიხარდა იცი რომ გუშინ ძალიან ბევრმა 40 რა არის რა. 43-მა მომწერა რომ ზუსტად ეგ წესასრუტი გაქვთ. ზოგმა ეხლა იყიდე, ზოგმა 1-2 წელია. და მინადეი და გამარჯობა, მითხრა რომ 5 წელია მაგას ხმარობ და არისო რა ვიცი. ვირივითო. ხო და აი მე ვირივითი წესასრუტი მიყვარს. ხო მართლა ის რაღაცა რომ ვერ გავიგე სად უკეთდებოდა ხო იცი
ნახე წიგნში ეხატა, სადაც უკეთდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაგას დამატებით უნდა უყიდო რაღაცეები და აი მას უკეთდება და ოღონდაც არა. შეიძლება აქ რაცა. ცოტა ხანი ვუყურებ, მე მოვხსნდა. პატარა კოძია და დიდ არ შეგეშინდეთ და სამშავია. ხვალ მუშაობ. აი გვაქვს დარიცხილი სარეცხი და ჩემი ვენის სამსახურიც. აი სუზედ მოცია ხოლმე. და გარეთ მითია ფეჩი აბანვავანთი ბარბარე ბანავს ახლა ნინოსაც ვაბანავ და საღამოს მე ნინოსთვის არ მეცნება. ხოდა ბოლი დგება ხოლმე რა და სულს იღებს. ნუ ახლა თევზებში კი მივდივარ, მაგრამ მაინც მე გავხდე. გაშება საღამოს რომ მოვალ გამოცდილებთან. აი ხო მიუხედავად თოვლია ხა იმდენად ფსიქოლოგიურად ვიცი რო არის გასაფრთხილი. საერთოდ არ მაწუხებს. გარეთ თოვლია. გონი ახლა გარეთ იავარდია ამოსული. თან იცი რა იმის იმედი რო გაქვს რომ წინ არ არის თებერვალი და ნუ კი არეული მარტია წინ, მაგრამ მაინც როგორ გადაგვარდა ბუნება რო აი სამარტს რა კულტკები და რა ხალათები და სად იყო ხალათები არ გვიყვან ჩვეულებრივ ტრანსფერი გოცო ხოლმე არანაირი ზედმეტად დამატებული არაფერი რომ მივდიოდით უბნის ბავშვები იების საკრეფად არ არსებობდა 3 მარტს დედის დღეს ჩვენ იები არ გქონოდა ეხლა სად არის აპრილში ამოდის ხალხი და ლექსი რო იყო ხოლმე გახსოვს იამოილიაო რაღაცა აღარ მახსოვს საბავშვო ლექსი იყო რაღაცა აპრილზე რა რაღა დროს იაო აი ზუსტად ეხლა ეგ სიტუაცია მარტში არ არის მაგრამ აპრილშია ეხლა აი არ ვიცი მართლა აი თოვლის ქვეშ რო გადახვეტო სანამ თოვლი მოვიდოდა ხა 2 დღით ადრე სად იყო არ იყო ფოთოლიც კი არა ამოსული დღეს არის ბოლო დღე რა არის ესა დღეს არის ბოლო დღე ყველიერის ხვალდანწევა მარხვა და გუში რო იქეიფეს არ ვიცი რა თუნდათ მოიტანეს აი ეს ფილატო კი ყოლს გოგდე დღეში საჭმელი ყიყლი ყოზე დავაწყო მაგრამ აპულთან გამოდის ყოის არის თოდისა შევწოვეთი რა რომოლეს ახში იონე კვერცხი გინდა ბარბარე კვერცხი გინდა ნინო კვერცხი გინდა კვერცხი შემწვარი მოხაჩუ თქვი უმი როგორიც გინდა რავი თავარია თქვა როგორი გინდა სასწაულები არ გქარდი ყავსი მიყოლოთ მაღლა იტანდნენ ალბათ თორე გქონდა წავედით სრული და ბიჯით ზემოთ ისე ახეთი ამიჭირა ხოლმე ტელეფონზე ცოტა მე უხერხულად გრძნობ თავს. აი. ოღონდ ხალხო ეხლა სუფთა ჰაერი არის. ეგეთი რა ვიცი. სუფთა ჰაერი. ჰორიზონტს რო გახედო, იცი რა შორეზე ჩანს. ეხლა ბოლი არ ეჯოთ. აი, ხედავს გამიწუწეს კედლები, მე მგონი ამ საფულს კედლები გადასაღები მაგრამ. მე გადავხედო. ისო სათხარ კატებისთვის არ ბიჭები ანუ აი სადმე მაღალზე რო ახვიდე და ჰორიზონტს გახედო აი კრიალად ჩანს სომხეთის მთები ჩანდა გუშინ წინებში გავიხედეთ ოღონდ მართლა აი ოილის გარეშე რა აუ ბოლია და თეთრი მაიკები მაქვს მე გაფენილი არ არსებობს ერთი წამით ხალხნება უცბად ჩამოგხსნა
თორერისთვის გავრეცხე. ვინმე მეტყვის. აჰა. ესეც ისე. ესეც ისე. დღეს რა ქვია? აუ, რომელი ავიღო ხა ეს წაბიეს მივაწოდო. ვაიმე, აუ ვიღაცა მირეკავს. დღეს ეს თეთრ მაიკებიც უნდა დავაუთხო და რაღაცა რომ ხვალე რომ მუშაობ. ხვალ ზეგ რაღაცა მზად იყოს ტანსაცმელი რომ მე არ ვიცი. თორე დამევერტქლება. ქშია? არა? დღეს ენრაოდენობის კვერცხი გაქვს შესაჭრელი. აუ ის გამოიღე. ის გამოიღე და მიდი. ჩქარი. აი ეს შესაჭრელი. აჰა. ხო და ესეც ესე. მე ხა დაურეკო ვინ მირეკავდა და შევუვალის. დავიღალი იმ ლაფატკის ქნევი ცხოვთა შორის. არც ივა, სიცივეს ერთ არ აქვს. აი ესეც რო არ ჩამეცმინო, ფიქრიც არ იყო. ხო, გაიმზადი ტანსაცმელი და გაბანაო ბარბარე გამოვათუ არა. ეს შესასრუტის რაღაცები და აბა სად მიდი? შენ 12 საათი სადღაც, თუ პირველზე? პირველზე მაქვს. როგორ არ მოვასწრე? ნახევარი. რისი 12-ის ნახევარი? და პირველზე გაქვს. პირველ საათზე მიდიხარ. არ მიდივარ. ნინო რომელზე გაქვს? პირველ საათზე მაქვს. ხო 15 რო აკლდება წახვალ. ხო. იქამდე არის საათი და 15 წუთი. ნუ იფანავებ ახლა ვეგან მეხალისე. მაშინ გაბანავებ მეორე შაბათს. დავრეკოთ ვიღაცა მირეკავდა და შემოგიხმიანებით. აქ მოვალაგებ. უცბად. ვიზუალურად რო დავმალო ისინი რა არეულობა და მე ჩავალდაბლა და დაბლა მივხედავ დაახლოებით ეს საათნახევრის საქმეა თავიდან ბოლომდე რა გულიანად გავაკეთო გამოწმენდიან ყველაფრიანად რა და ასე ეხლა დაგევშვიდობებით იმიტომ რამდენიმე ზარი შემოვიდა და ეხლა დავიწყო და დავრეკო ვინ მირეკავდა და ყავს დავლეო თქვენ კიდე შემოგიერთდებით მე აბა ჰე დროებით